უკრაინის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებმა განაახლეს თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე. ქალაქ სუმიზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. სამხრეთ უკრაინაში, კერძოდ ზაპორიჟიაში დაიღუპა 2 ადამიანი. დაშავდა 8 მოქალაქე, მათ შორის 15 წლის გოგო, რომელიც წინასწარი ინფორმაციით მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია, რუსეთმა იერიში მიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღის შენობა და ბენზინ-გასამართ სადგური დაზიანდა. ბოლო მონაცემებით დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქში 1170 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი. თავდასხმებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის 5 რეგიონის დაბომბა მოსკოვის კამპანიის ნაწილია. მათი მიზანია სუსხიან ზამთარში მშვიდობიანი მოქალაქეები ელექტროენერგიის გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვონ. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების თავდასხმებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების რეაქციას ელოდება. ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას. თავად ამერიკის შეთავაზება იყო, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ასეთ ცივ ზამთარში შეწყვეტილიყო ენერგეტიკის სექტორზე დარტყმები. ამას პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ითხოვდა. საპასუხოდ კი რუსეთმა რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 4 დღეზე ნაკლები გავიდა იმ კვირიდან, როდესაც რუსეთს ამ წინადადებით მიმართეს. Неповних 4 дні минуло з тижня. Це говорить і про все інше. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ეს შეეხება სხვა საკითხებსაც, რომელთა მოგვარებასაც რუსეთი გვფიქრდება. თუ ისინი ახლა არ შეასრულებენ თავიანთ სიტყვას, მაშინ რა შედეგს უნდა ველოდოთ? მათ ომამდეც იცურვეს, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს. ისინი ყველას მოტყუებას ცდილობდნენ უკრაინაში თავიანთი განზრახვის აღსასრულებლად. ახლაც ასეთ დეტალებში, როცა ამერიკა ცდილობს შეთანხმების მიღწევას, რუსეთი ისევ იტყუება. Домовленостях з Америку знову російські обмеження. უკრაინაზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მხარდაჭერის ნიშნად კიევს ეწვია. ამასთან მეორე დღეს რუსეთი და უკრაინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ აბუ-დაბიში, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით დაგეგმილ სამხრივ მოლაპარაკებებს უნდა დასწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება თითქმის 4 წლის წინ დაწყებული ომის დასრულებას ემსახურება. ბოლო მონაცემებით რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს დაახლოებით შორი მანძილის 450 საბრძოლო დრონი და სხვადასხვა ტიპის 70 რაკეტა გამოიყენა.